პატარა ქვეყნებისთვის ეს საერთაშორისო სისტემაში ყოფნა მათთვის ნიშნავდა უფრო მეტად დიპლომატიური ძალის გამოყენებას, ვიდრე სამხედრო თუ შეიარაღებული ძალის გამოყენებას. ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და რომ არა საერთაშორისო სამართალი, შესაძლოა სულაც არ გველაპარაკე ოკუპაციაზე და გველაპარაკე იმაზე, რომ მართლაც მოხდარიყო საერთაშორისო აღიარება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, ხო? დიახ, რუსეთმა დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს სუვერენიტეტი, მან როგორც ძლიერმა ქვეყანამ შეძლო აი ამ საერთაშორისო ნორმის დარღვევა, ხო, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ მაინც შემაკავებელი ფაქტორი გვქონდა იმ კუთხით, რომ მსოფლიო თანხმდებოდა, რომ აი ასე არ უნდა ხდებოდეს საზღვრების ცვლილება და ამიტომაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება შემოიფარგლა მხოლოდ 4 ქვეყნით, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ანუ თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ საერთაშორისო სამართალი იშლება, მაშინ ჩვენაირი ქვეყანა ძალიან სერიოზული რისკის წინაშე დგება. რასაც საქართველოს უნდა აკეთებდეს, ეს არის შიდა გაძლიერება. შიდა გაძლიერება, სამი მიმართულებით, ხო? ეს არის თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერება, ეს არის ჩვენი ეკონომიკური გაძლიერება, არამუდმივად იმპორტზე დამოკიდებულება, არამუდმივად რუსეთიდან შემოსულ ტურისტებზე დამოკიდებულება, არამედ საკუთარი წარმოება და ინდუსტრია და მესამე ეს არის ცხადია დემოკრატია და საზოგადოებრივი შეჭიდულობა. ანუ რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდში, ეს არის სწორედ საზოგადოებრივი ერთობის მოშლა და ეგრეთ წოდებული ეს ყვადაღებული პოლარიზაცია, ხო, რაც დანერგა ფაქტიურად საზოგადოებაში. არადა სინამდვილეში აი ასეთი კრიზისების, ქარტეხილების ფონზე ჩვენ სწორედ საზოგადოებრივ ერთობაზე და ერთიანობაზე უნდა ვლაპარაკობდეთ, ხო, მათ შორის გნებავთ პოლიტიკური კუთხითაც. იმიტომ, როდესაც ასეთი ტიპის საგარეო საფრთხეები გაქვს, როდესაც რუსეთი არის ძალიან აგრესიული დღეს, შიგნიდან უნდა ძლიერდებოდეს ქვეყანა და შიგნიდან უნდა იქცეს რაღაცა ესეთ მყარ ქვად, რომლის აღებაც და მონელებაც არ იქნებოდა ადვილი ნებისმიერი საგარეო აქტორისთვის, აგრესიული აქტორისთვის.